თუ გრძნობების გამოხატვა გიჭირთ, მოდი გავიგოთ რა არის იმის მიზეზი, რომ თქვენ ვერ გამოხატავთ საკუთარ გრძნობებს ისე როგორც არის და როგორც უნდა იყოს. მოდი ამისთვის ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი რომელიმე ბარათი და შემდეგ უკვე დავიწყოთ გაშლა. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი ამგვივიდა სამყარო. სამყარო ეს არის დასრულება, დისტანცია, იდეალიზმი, ხო, რაღაცა შინაგანი კედლების აღმართვა, როდესაც აი რაღაცა ფართო საზღვრები და ფართო მიზნები არ გააჩნია ადამიანს. შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ აი ყველაფერი ისეთ ნათელია. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თუ ადამიანს ვუყვარვარ და მიცნობს, მან რაღაცა ჩემი სიტყვების გარეშეც უნდა იცოდეს, რას ვგრძნობ, რას განვიცდი. აი ყველაფერი ხმამაღლა რომ თქვა, ამის აუცილებლობა არ არსებობს და შეიძლება ზედმეტი თვლიდეთ, რომ ცოტა ზედმეტია, ან თვლიდეთ, რომ რაღაცა ცოტა უხერხულია, ყველაფერი უთხრათ ადამიანს და რაღაცებს ინახავთ თქვენთვის და არ გამოხატავთ, არ ამბობთ თქვენ სათქმელს ბოლომდე და გახსნილად, ხო? ეს არის ემოციური თავშეკავება და ან აი როგორი სიტუაცია იცით, თითქოს ეძებთ რაღაცა იდეალურ მომენტს, იდეალურ გარემოს, რომ აი ის სიტყვები, რასაც იტყვით, ზუსტად იმ რაღაცებს შეეფერებოდეს. მოკლედ რა, აი კონტექსტიდან არ იყოს ამოვარდნილი. ზოგჯერ ეს კარტი მიანიშნებს ფიზიკურ ან ემოციურ დისტანციაზე, აი მაგალითად, როდესაც ადამიანების შორის ხდება რაღაც შორი ურთიერთობა, ხო, რაღაც დისტანციური ონლაინ ურთიერთობა და შენ გირჩევნია, რომ ეს შენი ფიქრები, ემოციები, გრძნობები აი შენ შეატარო და არ გამჟღავნო და არ გამოხატო, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობ, რომ რაღაცა დაუცველი აღმოჩნდები ან ამ მომენტისათვის აი ჯერ დრო არ მოსულა და ცოტა ზედმეტია. რაც შეეხება უკვე მეორეს, მე ვიტყოდი, რომ უკვე საინტერესო გაშლა გვაქვს. მეორე ვარიანტისთვის ამგვივიდა ხმლების 2 და ხმლების 2 გვიჩვენებს ემოციურ ბლოკებს, ეჭვებს, რაღაცა თავდაცვის პოზიციას, ყოყმანს. ნახეთ, თვალები აქვს ახვეული და ნუ აი უარყოფის კარტია მთლიანად ცალსახად, ხო? ანუ როდესაც ადამიანი განზრახ უჭავს თვალს რაღაცეებზე, როდესაც აფერხებს, რაღაცა შიში, შინაგანი ეჭვები და შფოთვები არ აძლევს იმის საშუალებას, რომ თავისი ემოციები გამოხატოს, აღიაროს, გაამჟღავნოს, ხო? ან მაგალითად თქვენ გაქვთ რაღაცა თავდაცვითი პოზიცია, იმიტომ რომ აი ეს არის ბარათი, რომელიც აჩვენებს რაღაცა კედლების აშენებას, როდესაც გარე სამყაროსთან ნაკლებად გსურთ კონტაქტი და რაღაცა გგონიათ, რომ კონტროლს დაკარგავთ, გგონიათ, რომ რაღაცა თავდაცვის ნაკლები საშუალება გექნებათ და ამიტომ გირჩევათ, რომ უფრო მეტად ნეიტრალური იყოთ, უფრო მეტად ცივი, გულგრილი, ხო, იმიტომ რომ აი თავი დაიცვათ რაღაცა მოსალოდნელი ტკივილებისგან, რომელიც რეალურად არ იცით საერთოდ ასე მოხდება თუ არა, უბრალოდ ეს არის თქვენი თავდაცვის მექანიზმი. ან ეს არის მუდმივად დიალოგი საკუთარ თავში, აი როდესაც ვერ წვეთთ რა გინდათ, სწორი იქნება ეს თუ არა, აი მაგალითად ვუთხრა თუ არ ვუთხრა, აი ან გეშინიათ რომ უარი მიიღოთ, ან პირიქით გეშინიათ რომ თანხმობა მიიღოთ, ან მოკლედ აი ძალიან ყოყმანი და აი პარალიზება რა, რომელიც რეალურად სტაგნაციაში გამყოფებთ და უკვე ხელფეხი გაქვთ შეკრული, რეალურად ქმედებას ვერ ახორციელებთ. გადავიდეთ უკვე მესამე ვარიანტზე, მესამე ვარიანტზეც ხმლები ამოგვივიდა. ეს არის ხმლების 8, რომელიც არის უფრო შიშების ტყვეობა, ბარიერები, კომპლექსები, უმოქმედობა. თქვენ ხელს გიშლით ნახე, გგონიათ, რომ არ გაქვთ უფლება გამოხატოთ საკუთარი გრძნობები. ან ფიქრობთ, რომ თქვენი გრძნობები არავის აინტერესებს, არავის ადარდებს და აი ძალიან უმნიშვნელოა. შეიძლება აი ასეთი დამოკიდებულება გაქვთ. ან გეშინიათ, რომ აი ისეთად არ მიგიღებენ, როგორიც ხართ და ან გაგკიცხავენ, ან მოკლედ საკუთარ თავს არ წმუნებთ რაღაცებში, რომ აზრი არ აქვს, რომ გამოსავალი არ არსებობს, რომ საკუთარი გრძნობების გამოხატვის ადრესატი იმას ისევე მაინც ვერ გაიგებს და ისე მაინც ვერ გიპასუხებთ, როგორც თქვენ ამის სურვილი გაქვთ და როგორც გინდათ და უფრო მეტად ფიქრობთ, რომ ჯობია რომ იყოთ რაღაცა მსხვერპლის პოზიციაში, უმოქმედო პოზიციაში, ხო? ან შესაძლებელია აი თქვენი ტრამვული გამოცდილება, ის თქვენი წარსულის ტრამვული გამოცდილება გიკრავთ სწორედ ხელფეხს, ხო? იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ ახლა ვერაფერს ვერ შეცვლით და ფიქრობთ, რომ ვერ მოახერხებთ აი ამ ემოციური ფონიდან გამოსვლას. თქვენი კომპლექსები, საკუთარი კომპლექსები, რაღაცა საკუთარი შიშების ტყვეობაში ხართ და გგონიათ, რომ რაღაცების უფლება არ გაგაჩნიათ, მაგრამ ეს ასე არ არის, ამიტომ უნდა გამოხვიდეთ აუცილებლად ამ სიტუაციიდან. მე ყოველს გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას.